მორიგი სრულიად არაადეკვატური და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოსთვის ძალიან დამაზიანებელი ხაზგასმით ვამბობ დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, უკრაინაში ჩადენილ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი იქმნება და სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას საქართველო არ ვიმეორებს. საქართველო არ შეუერთდა მიერთდა. მძიმე ამბავია თუ გულახდილები ვიქნებით ეს ჩვენთვის არის ძალიან მძიმე ამბავი და მომდევნო 30-40 წუთის განმავლობაში ედიტორიალში ანუ მე ვეცდები ახსნას როგორ სავარაუდოდ კი არა მაღალი ალბათობით როგორ მოგვიტრიალდება ეს ჩვენ საზიანოდ როგორ მოგვიტრიალდება გამარჯობა მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა დავიწყოთ სწორედ იმით რომ როგორც გითხარით საქართველო ხაზგასმით თქვათ არ მიუერთდა უკრაინაში ჩადენილ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას და ეს საზღვათაშორისო აი ეს საუბრალო ამბავი როდია. დიახ ეს არის არა ერთჯერადი, არამედ კონცეპტუალური ბუჩის კადრები გადის ახლა ჩემს ზურგს უკან ღირებულებითი არჩევანი ქართული რუსული ოცნებისა და განაცხადი და გეტყვით რატომაც მიუყვეთ თანმიმდევრობით ამ მოლდოვაში ცოტა ხნის წინ 2 დღის წინ ახლა ხან 15 მაისს მოლდოვაში 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ და სხვა ქვეყნებმა სხვათა შორის დანაშაულის გამოძიებისათვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს ამ ქვეყნებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამ 135 იყო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხდომას ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდა განა არა სხდომის ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეება სწორედ ამ ტრიბუნალის შექმნის თაობაზე მათ შორის მაკა ბოჭორიშვილის თანდასწრებით თან თაობაზე დაიწყეს მსჯელობა ბოჭორიშვილს და ეს გასაკვირი არა კონკრეტულ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღია აი სხვაგან მიიღო მონაწილეობა მაგრამ ამ დისკუსიაში არა ამ საკითხის გარშემო მონაწილეობა არ მიუღია ანუ სიტყვა რა არის არ წარმოუთქვამს რეპლიკა რა არის არ აღმოხდენია და ყველაფერი კი იმიტომ რომ ინსტრუქცია თბილისიდან სწორედ კობახიძისა და არ შეგვეშალა ფოტოს გამოტანა კობახიძემ კი თავის მხრივ ინსტრუქცია მიიღო ცხადია ივანიშვილისაგან ინსტრუქცია თბილისიდან არ ჰქონდა მიღებული ამგვარი უკვე მის მობილურში ამონათებულიყო სხვა გადაწყვეტილება ბიზიდა ივანიშვილისა რომ არამც არ დაუჭიროთ მხარი პერსონალურად ირაკლი კობახიძემ ცხადია ივანიშვილთან შეთანხმებით ბოჭორიშვილს დააწია ინსტრუქცია თბილისიდან აი ამგვარი გადაწყვეტილება თბილისიც მას უბრძანეს ანუ ბოჭორიშვილს რომ უარი ეთქვა მას ტრიბუნალის შექმნის თაობაზე რეზოლუციის მხარდაჭერაზე და მე ისიც უთხრეს რომ სრულიად დემაგოგიურად როგორ უნდა აეხსნა ეს ჟურნალისტებისათვის მისი მედია იყო რეალურად იქ ბჭყა ჟურნალისტებისათვის რომლებიც რეალურად პროპაგანდისტები არიან მაკა ბოჭორიშვილმა უკვე შემდგომ ასე განმარტა საქართველოს პოზიცია საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმის ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას. დემაგოგია ეს ახლა მე გავაცამტვენებ ამ ჭყალებში არგუმენტს ეს საქმე ისაა რომ ეგრეთ წოდებული მომატებული საფრთხეები თუ რისკები როგორც ასეთი ამ რეგიონში ჩვენს რეგიონში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს და მომავალშიც რამდენადაც ამ რეგიონში ვარ და ესეთი გაავებული ქვეყანაა ჩვენგან ჩრდილოეთით რუსეთი მომავალშიც იარსებებს რაც არამც არ ნიშნავს უმოქმედობას ან ცუდად მოქმედებას ლოგიკით აკაო და საფრთხეებს გადავაზღვევ მეტიც უმოქმედობა და სწორედაც რომ მოქმედობა და არასწორი მოქმედება რისკებს და საფრთხეებს უთუოდ ზრდის ნამდვილად ვიმატებს ზრდის უმატებს და თუ დღეს პრობლემა საკითხს გადააგორებ სხვა ადეკვატური სიტყვა უბრალოდ ვერ მოიფიქრე ხვალ 1/1000 მეტი პრობლემა როგორც ასეთი მეტი პრობლემა შეგექმნება რომლებსაც უბრალოდ ვერ გავუმკლავდები სხვაგვარად ავხსნი 1991 წლის რეფერენდუმის ამბავი უნდა გავიხსენო. იმხანად ხელისუფლებაში უკვე მოსულ ზვიად გამსახურდიას მოსკოვიდან ემუქრებოდნენ დაახლოებით შემდეგი
სიტყვებით ჩაატარებთ რეფერენდუმს, ეს არის კადრების სოვეთ რეფერენდუმი 31 მარტის. დიდი პრობლემები შეგექმნებათ. გამსახურდია იმპერიის დედაქალაქს ხური არ უგდო და 31 მარტის რეფერენდუმს 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებაც მიამატა. მოსკოვმა ეს ჩაიხვია, დაიმახსოვრა, ბოღბითა და შურისძიებით სურვილით აივსო და მოგვიანებით ზვიადი გამსახურდია დასაჯა განა არა, მაგრამ ჯერ ერთი პრეზიდენტის ხსოვნა და მისივე გაკეთებული საქმეები მარადიულად დარჩა და ამასაც რომ თავი დავარებოთ, მეორე უფრო მნიშვნელოვანია, მან შექმნა სახელისუფლო დონეზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სახელისუფლო დონეზე მოსკოვისათვის წინააღმდეგობის გაწევის პირველი პრეცედენტი. შესაბამისად ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხაზგასმით ვამბობ, სახელისუფლო დონეზე წინააღმდეგობის გაწევის პირველი პრეცედენტი, რაც ვიდრე ივანიშვილამდე შვედი ეროვნული იდენტობის ნაწილადაც კი იქცა ნებისმიერი სხვა მმართველის ეპოქაშიც კი. დიახ, მთავარი გამსახურდიასთვის მთავარი, საქართველოსთვის მთავარი, ქვეყნისათვის მთავარი იყო დემონსტრირება შეუპოვრობისა და არაფრის მომცემი და რომც არც დაგიფარავდა ის პოლიტიკური კომპრომისი კი არა, თამაშები, რითაც გამოირჩევა ბიზნეს ხელისუფლება და თან ამ გავათამაშობას სიჩქვიარეს უწოდებს. და კიდევ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ იმპერია, რომელიც რევანშისთვის ემზადებოდა ყოველთვის 90-იანი წლების დასაწყისიდან, გამსახურდიას უამისოდაც, უმიზეზოდაც ნებისმიერ შემთხვევაში დაუპირისპირდებოდა და დასჭირდა თუ ზვიადი დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებდა, თუ ზვიადი იქნებოდა ზვიადი და არა ვინ ვახსენო ახლა და მაგალითად გივი კი არ გამოგვიტანია ამ კაცის ფოტო, მაგრამ მაინც გივი გუმბარიძე გამახსენდა ახლა, რას ვერჩი და საბოლოოდ არც არაფერს, მაგრამ კითხულობ, ვისი საქართველო გვინდა ჩვენ, ზვიად გამსახურდიასი თუ ცეკას ბოლომდივნისა გივი გუმბარიძისა. მე პირადად იცი თქვენ რომ არჩევანი გაკეთებული მაქვს და თქვენს გაკეთებული გაქვთ დარწმუნებული ვარ. რისი გვინდა, როგორი გვინდა რომ ვიყოთ. სადაა საერთოდ ისტორიის მიერ მივიწყებული ეს ბევრად აიგულახდათ გეტყვით, ბევრად უკეთესი კაცი ვიდრე მისი დროის სხვა კომუნისტები. აი, ისინი 89 წლის 9 აპრილამდე 2 დღით ადრე რომ ხვიროდნენ ნადა, პრისეჩ ეციხზისიძენტავ, რუსულად ლაპარაკობდნენ ცეკას ხდომაზე თუ რაღაც შეკრებაზე ღრძოდ ხვიროდნენ მაშინ და ახლა კი ირიბად აი დღევანდელ ქართული ოცნების, უпростоრად რუსული ოცნების ხელისუფლებას ირიბადან პირდაპირ უჭერენ ხარს. რა დროს ნუგზარ ფოფხაზე ნუგზარია ახლა. არ უნდა გამექცეს სიტყვა და ამდენად სხვას ვახსენებს. ვიერისაგან 180 გრადუსით ანუ დიამეტრალურად განსხვავებულ მეორე პრეზიდენტს საქართველოში შევარდნაძეს, რომელიც ვინისის და ყველაზე უკეთ გრძნობდა რისკებსა და საფრთხეებს ჩვენს სინამდვილეს ჩვენს ეპოქაში და ზვიადის არ იყოს. მისი კარიერის ბოლო პერიოდში მაინც, ანუ ედუარდი მისი კარიერის ბოლო პერიოდში მაინც ხელმძღვანელობდა კი არა, ცდილობდა ეხემძღვანელა პრინციპით მოდი აღარაფერი. მართლა აღარაფერი ვკითხოთ მოსკოვს. ედუარდ შევარდნაძე. აღარაფერი ვკითხოთ მოსკოვს, დიახ, თეთრ მელად აქ და იქ კი დასავლეთში მისტერ სმაილად სახელდებულს წოდებულს მართლაც მოსკოვიდან დაანიშნეს მინისტრები და შეგვიძლია გავიხსენოთ ბევრი მათგანი ცოცხალია, სხვა შორის მოსკოვში არიან მინისტრები, თანამდებობის პირები. დიახ, მას მიაღებინეს საშინელი და ერთმანეთზე საშინელი გადაწყვეტილებები. სხვა თუ არაფერი, მას მიაღებინეს გადაწყვეტილება სწორედ ხვებთან ერთად ზვიად გამსახურდია ჩამოგდების თაობაზე უპატიებელი ამბავია, მაგრამ ედუარდი კარიერის არამედ კარიერის არამედ დაისზე, მაინც ერთგვარად დინარე მოსკოვას დინების წინააღმდეგ წავიდა მიუხედავად მომატებული რისკებისა, ჩვენ არ წავალთ მოსკოვში. ამ სათაურით პუბლიკაცია გამოქვეყნებული აქ აკაკი ბაქრაძეს თავის დროზე თუ არ ვცდები უნივერსიტეტის გაზეთში შეგნებულად გაგვახსენდა და შეგნებულად გამოვიტანეთ ეს სათაური. მან მიიღო კონსტიტუცია ედუარდ შევარდნაძემ და ააფეთქეს. მან ბაქო ჯეიხანის შექმნა მისტერ სმაილმა, თუ გლებოთ ასე ვიტყვი, ბაბუ, ასე უწოდებდით ჩვენ მას, მაშინ იმ პერიოდიდან ჟურნალისტები. მან დიდ ოსტატურად ითამაშა სტამბოლის ეუთოს 3-ზე გამოვა ამის ფოტოს სულეიმან დებირელისთან და
და ალიევო მამა ალიევთან ერთად რისკები მისთვისაც და ქვეყნისთვისაც ასაკვირველია არსებობდა და გაზარდა კი ამ კითხვას მე გაგიგვირდება და დადებითად ვუპასუხებს ამი ლიდერის ფოტო კი ნამდვილად გაზარდა თუმცა მეორე კითხვა გაცილებით საინტერესოა არ უნდა გაეკეთებინა აი ის რაც გააკეთა ზვიადმა ცალკე ედუარდმა ცალკე მიშაზეც ვილაპარაკებთ არ უნდა გაეკეთებინათ აქაო და სერიოზული რისკებიაო ის ქვეყნის როლია თუ მისია არ უნდა გამოეკვეთა ამ შემთხვევაში ედუარდს და სხვა შემთხვევაში ზვიადს და კიდე სხვა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს რომელიმე მათგანს უნდა მოვიგონოთ სიტყვა ებიძინავა ეს არის კითხვა მე არ ვიცი რას მიპასუხებდა ამ შეკითხვაზე ასე მაგალითად ირაკლი კობახიძე უბრალოდ მისთვის ხომ ბიზინა ივანიშვილია ღმერთი თუ ღმერთკაცი აქ ამ სტუდიაში რომ იყოს მე არ ვიცი რას მიპასუხებდა მაგრამ ვეჭვობ ამ საკითხამდე ვერც მივიდოდით ვერანაირად ვერ მივიდოდით მე და ირაკლი კობახიძე ამ სკამზე რო იყოს მოკალათებული ვერც მივიდოდით და მხოლოდ ერთი მიზეზით გაიქცეოდა იმიტომ კი არა რომ აი მე რა მაგარი ვარ და რაღაც დავკითხავდი მას ხო ამ ვაჭიკარდებდი არა უბრალოდ დემაგოგიისათვის დრო არ უნდა დაუტოვო მათ ვისაც ეს სხვაგან გაზდიოდა ასე მაგალითად სახელმწიფო მედიაში და გაზდის აქვე ვიტყვი რომ ოცნების ლიდერების კრიტიკულ მედიაში არ მოსვლის მიზეზი ჩემი აზრით ის კი არა რომ ასაც ამბობენ თუ გვაბრალებენ არამედ კომფორტის ზონის შემორღვევის მაღალი ალბათობა დიახ დამფრთხალი ირაკლი კობახიძის ფოტო გვაქვს ახლა და ამ სტუდიაში ან სხვაგან რომ იყოს ასაკვირველია ის კომფორტის ზონიდან იზოლებით გავა ზოოპარკში აი ეს უნდა ვთქვა ზოოპარკში გაზრდილ სასათბურე პირობებში ზოოპარკში გაზრდილ ქაღალდის ვეფხვებს უჭირთ ხოლმე ველურ სივრცეში გადანაცვლება განავარდება იღუპებიან საწყლები განვაგრძოთ მსჯელობა და ბოდიში და ისევ ედუარდი უნდა ვახსენო პრაღის ნატოს სამიტი გახსოვთ პრაღის ნატოს სამიტზე შევარდნაძე აი კომუნისტი რო იყო და ცუდი კაცი როა და ანტიზვიადი როა და ასე შემდეგ ყველაფერი ვიცით და რომელიც ბევრ რამე შეაბრალ დასადები აი საძულველმა შევარდნაძემ დააკაკუნა კაკუკმეთქი ასე ვიტყვი დააკაკუნა ედუარდ შევარდნაძემ პრაღის ნატოს სამიტზე არ ვაჭარბებ და ეს შესანიშნავად იცის ერთმა პირმა ოცნებიდან მისი ფოტო არ გამოგვიტანია კარგია მე რომ მიყურებს ახლა იმ გია ვოლსკიმ ასე არაა გია ასე უნდა მოგვართო მოკლედ ბაბუმ ედუარდ შევარდნაძემ ამ ლოგიკით რისკები კიდევ მეტად გაზარდა როცა ბრძანა რომ ალიანსში გაწევრიანება საქართველოსაც სურს 2000 წლების დასაწყისია ეს უნდა საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ხოლო მანამდე თუ პარალელურად მის დროს დაიწყო ჩვენი ჯარის ფორმაქმნადობა შექმნის პროცესი პუტინი გადაფსიხდა მაშინ ამის ვიდეო კადრები არსებობს როგორ ბედავთო ხიად უთხრა შევარდნაძემ გააჩერა შეიზახა ასე პუტინმა შევარდნაძემ გააჩერა და უპასუხა დაახლოებით ასე რუსულად ვიტყვი мы суверенная государство ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ ხო სუვერენული ქვეყანა თუ ხარ ან თუ გინდა რომ იყო და საუბედუროდ ხარ მეზობელი რუსეთისა რომელიც შენი მარადიული თუ არა გახანმძლიერებული მტერია საფრთხეები როგორც ასეთი სულ იარსებებს და ისინი მიშას დროს გახუთ გავბედავ და ვიტყვი გაათმაგდა და რა მერე მიშას დემაგოგია უნდა ჩაერთო მიშა სააკაშვილს უნდა ჩაერთო დემაგოგია და უთუოდ სარისკო გადაწყვეტილები არ უნდა მიეღო უნდა გაჩუმებულიყო მაგალითად აჭარის რევოლუცია არ უნდა აი მიპასუხეთ არ უნდა მომხდარიყო არ უნდა მოეწყოს ხებთან ერთად არ უნდა მომხდარიყო ან რუსის ჯარი გაყვანის პროცესი არ უნდა დასრულებულიყო არ უნდა გაგვეძებებინა რუსები ტომ ისე ვაკაკუნე პასუხი არ არის ტომ რა დაემართა ამ ბიჭს ტომ მიკარდახეთ ყურში ვინმე რომელიმე თქვენგანმა ვინც ახლა მადევნებს თვალყურს და ვინც არის ჩვენს გუნდში ვის დაუკავშირდე ქართული ოცნებიდან და ვის ვკითხო ვისი და რა ნაწარმოები იწყება ასე ანუ რა გამახსენდა აი ირაკლი ზარქოას ახლა ოჯახის სიწმინდის ფსევდო დღეზე როა როგორც ოჯახის სიწმინდის გარდა ყველაფერს იცავს ეს კაცი ხო მას რომ ვკითხო ეწოდინება ტომ პასუხი არ არის ტომ რა დაემართა ამ ბიჭს ირაკლი ზარქოას და არა მხოლოდ მას ეწოდინება სადა ისე ეს ახალგაზრდა კაცი გარდა იმისა რომ მიტინგზეა ვიცით ოჯახის სიწმინდეს იცავს კრასატულებს რომ დასდევს ხოლმე ხშირად ის კაცი კრასატულების მდევარი კარგი რასაკვირველია უნდა დავარებოთ ირაკლი ზარქოასაც თავი და გავარებოთ თავი წინამორბედებსაც
ივანიშვილის წინამორბედებს და ვისაუბროთ იცი ვისზე და ივანიშვილზე სწორედ მისი პოლიტიკური კარიერის დასაისზე, დასაწყისში ბიზნა ივანიშვილზე. აქაო და საფრთხე რისკები არსებობსო მისი ალასანიას დროს თავდაცვის მინისტრი იყო ეს კაცი. უელსის ან მისი ხიდაშვილის თავდაცვის მინისტრი იყო კაბატონ თინა დროს ვარშავის ნატოს სამიტებზე და ბენეფიტებზე, ანუ წარმატებებზე უარი უნდა გვეთქვა. იმაზე რასაც გვაძლევდა ნატო და რაც მოგვცა. მაშინ ხო 5-7 წლის მომხდარი იყო 2008 წლის ომი და განმეორებითი შემოჭრის საფრთხე უთუოდ და ჯერაც არსებობდა რუსეთი გვემუქრებოდა მაშინაც. და თუ ის რაც თქვი ახლა არ ესმის ვინმეს, ამას მაინც გაიგებს განა გაზრდილი საფრთხეების გამო უარი უნდა გვეთქვა ევროასოცირებაზე 2014 წელს. თუ უვიზო რეჟიმზე უკვე შემდგომ წლებში განაუარი უნდა გვეთქვა კანდიდატობაზე ახლახან დაახლოებით 3 წლის წინ 2.5 წლის წინ 3 წლის წინ მიღებულზე აქაო და რუსები შემოიჭრებიან თუ ევროპას დავუახლოვდებითო ეს პოლიტიკა უნდა გაგვეტარებინა ამიტომ არის დემაგოგია რასაც ამბობსაც ბრძანა მაკაია ბოჭორიშვილმა ტომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მარკ ტვენი პასუხი არ არის ტომ რა დაემართა ამ ბიჭს თუ მარკ ტვენი საო ესე მეტყვის რომელიმე დეპუტატი ასე მაგალითად ლადო კახაძე ვეჭუფრო ლადო კახაძეს ეს არ გაახსენდება ამ გენიალური ამერიკელი მწერლის ნამდვილი გვარ სახელი საქმე ისაა რომ თუ ვინმე მაინც გაბედავს და რაღაც საფრთხეებზე გაბედავს და დაგველაპარაკება გარდა იმისა რომ ვეტყვით დემაგოგი ხარ შენ გინდა მაკაგეთქვას გინდა იკა ირაკლი სარქუა თუკობახიძე გინდა შალვა და გინდა თვითბიძინა ისიც უნდა ვუთხრათ რომ საფრთხე როგორც ასეთი ამგვარი მეზობლის პირობებში კიდევ ერთხელ ვიტყვი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მომავალშიც ვიდრე რუსეთი ასეთია და ასეთია რჩება რუსეთი და თავის მხრივ იარსებებს იმიტომ რომ რუსეთი მტრად მოგკიდებია სამუდამოდ იმიტომ რომ მას არათუ ძლიერი არამედ ზოგადად ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი არ უნდა არასწადია და არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი უკრაინისა სომხეთისა ყველას გაბელარუსება უნდა გეტყვით ასე ოღონდ ეს მოცემულობა არ შეიძლება იყოს ჩვენი უმოქმედობის ან შიშარად მოქმედების ჩვენი მხდალობის საფუძველი და საერთოდაც ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფალის ვალდებულება არის საფრთხეების თავიდან აცილება ხოლო თუ მათ ვერ იცილებ ასეთებიც ხდება ხელისუფლების ვალდებულებაა საფრთხეებთან გამკლავება და თუ ესეც ვერ ხერხდება შენ უბრალოდ მიდიხარ აი ადგები და მიდიხარ სხვათა შორის ლატვიაში მოხდა მსგავსი რამ მთავრობა გადადგა იმიტომ რომ გამოწვევები ვერ აიცილა ბოლოს რაც მოხდა იმას გულისხმობ და ამ საფრთხეებს როგორც ასეც საფრთხეებს და რუსეთიდან იერიშებს უბრალოდ ვერ ფიზიკურად ვერ გაუმკლავდა ჩვენთან ის ხვაგვარად ანუ პირუკუა ყველას ვინც ბიზნესთანაა ან ბიზნესთვისაა ვინც ბიზნესთანაა და არა თუ მათ არამედ თავად ბიზნესაც სახელმწიფოსთვის საფრთხეების აცილება არც კი უცდიათ აქამდე და მეტიც არამედ და მეტიც ამგვარი სტრატეგიით მათ ქვეყანას საფრთხეები მოუმრავლეს რისკები გაუზარდეს და კიდევ ცხადია არაპირდაპირი მნიშვნელობით მათ რაქნეს და ისირაქლემეს არაპირდაპირი მნიშვნელობით ანუ მართლა თავი კი არ ჩაურგავთ როგორც არ მოგიდგენიათ ისე დიახ ისინი რასაც ჩადიან ეს პოლიტიკური სირაქლემობაა ოღონდ შემოსაღებულია სწორ მოქმედებად აკი გითხარით რომ რუსეთიდან საფრთხე ყოველთვის იყო არის და იქნება დღე კი არა წამის არ გვიცხოვრია უსაფრთხოდ თუ დალხენილად და მათ შორის გაგიკვირდებათ და არც ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ ეპოქაში 14 წელია გასული რაც მოვიდა ხელისუფლებაში როცა ოკუპანტს არ ნახულად და სამარცხვინოდ დავუახლოვდით რუსეთმა ამ ყველაფრით ისარგებლა და მეტად ოსტატურად და რბილი ძალის გამოყენებით განაგრძო ოკუპაცია ოპერაცია კოდური და პირობითი სახელწოდებით დავიმორჩილოთ საქართველოს და მე გეტყვით თავარს რუსეთი ვერც ვერაფერს ხაზგასმით ვამბობ ვერც ვერაფერს გახდებოდა მისივე შეგნებული თუ შეუგნებელი აგენტურა რომ არ მოექცია ქვეყნის სათავეში ალაგ-ალაგ ფრთხილი დროდადრო ფრთხალი და მხდალი ხანდახანზე ხშირად უნიათო და უფრო ხშირად კი
შეგნებულად წასული ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. ახლა ისევ ის თემა. ტრიბუნალის შექმნის თემა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის დადანაშაულება და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გამოძიებისათვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ოდენ უკრაინისათვის სასარგებლო და აუცილებელი და მნიშვნელოვანი ამბავი, როდია საქმე ისაა, რომ თუ ეს ამბავი შედგა, მოკვა რა ხჭინდა, ანუ შეიქმნა ტრიბუნალი, შეიქმნება სპეციალური კვლავ ვიტყვი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც გამოიძიებს პირველი, ვინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაზე, თავდასხმის შესახებ თაობაზე, მეორე, ვინ გეგმავდა და მართავდა ამ აგრესიას, ამ პროცესს. საკმარისია? არა, არ არის საკმარისი, რადგან უნდა განმარტოთ, რომ აქ საუბარია ხაზგასმით ვიტყვი ამას, არა უბრალოდ ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, ბომბვა, აბომბვა, წამება და ასე შემდეგ და არამედ თავად ომის დაწყების როგორც ასეთი ფაქტზე, აგრესიის დანაშაულზე და ეს არის ყველაზე მაღალი დონის დანაშაული საერთაშორისო სამართალში. ახლა ისმის კითხვა, თუ გასამართლდება, ვინ გასამართლდება? ბევრს ეშლება, ქვეყანა თუ პირები? პასუხი ცალსახაა, მხოლოდ პირები. ანუ ინდივიდები, პრეზიდენტი პუტინი, თავდაცვის მინისტრი, მაშინ შოიგუ და ახლა სხვა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გერასიმოვი, სხვები, ანუ იქნება ასე. ზოგადად რუსეთი კი არაა დამნაშავე, არამედ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული შესაბამისად, თუ ეს ამბავი მოყვარა ხჭინდა მოხდა, ეს იქნება ახალი, გავბედავ და ვიტყვი, ნიურნბერგის ახალი პროცესი, რომელიც საერთაშორისო სისხლის სასამართლოში უბრალოდ ვერ გაიმართებოდა, რამდენადაც ამ სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე რუსეთის შემთხვევაში. იმიტომ რომ თავად რუსეთი არ არის ISIS-ის სრულფასოვანი წევრი, ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილში. ახლა ვისაუბროთ თემაზე, რა შეიძლება დაემუქროს რუსეთს. პირველი ესაა ინდივიდუალური სასჯელები. თუ კონკრეტული პირები დამნაშავეს ცნეს პუტინი, მაგალითად პატიმრობა შეიძლება დაემუქროს მას. თეორიულად სიცოცხლის ბოლომდეც კი ძნელია, უბრალოდ თქვენგანი მეტყვის და ასეც არის ძნელია. გასაკვირველია, საერთაშორისო ძებნა კი უთუოდ გამოცხადდება მასზე და კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სისხლის სამართლებრივად არ ისჯება ქვეყანა, რუსეთი მაინც გადაიხდის მძიმე და დიდფას კომპენსაციებს უკრაინამ შეიძლება მიიღოს დამატებით მილიარდობით ევროდოლარი. იმის გამო, რაც მას რუსეთმა გაუკეთა, რაც ჩაიდინა მის წინააღმდეგ და ახლა გეტყვით მთავარს, ამ რეზოლუციის დაიგნორებით საქართველოს ხელისუფლებამ კარი ჩარაზა ჩვენთვისაც. ოღონდ ამაზე ვისაუბროთ 2 წუთში, ახლა ამ თემაზე რატო ჩაირაზა ჩვენთვის კარი, ახლა გამახსენდა, რომ ამ კონტექსტის 2 ამბავიც მაქვს რეალურად თქვენთვის მოსაყოლი. პირველი ამბავია ის, რომ უკრაინის საგარეო უწყების ლიდერის სიბიხას თქმით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ლვოვში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან 1 წლის შემდეგ ტრიბუნალი იურიდიული რეალობა ხდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროპის და მსოფლიოს მორალური ფუნდამენტი აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაული დაიჭება, ანუ რუსეთი დაიჭება. სიბიხას სიტყვებით პუტინს, ანუ სიბიხას უკან ჩემთან კადრში ბაგაბოჭულიშვილიც, ასევე სიბიხას სიტყვებით ყოველთვის სურდა პუტინს ისტორიაში შესვლა. ამაში ტრიბუნალი მას მიეხმარება და ისტორიაში პუტინი შევა როგორც დამნაშავე რუსეთის არმიის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, ბელარუსის ეს მნიშვნელოვანია, მართველ ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად. მეორე ამბავი კი ესაა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე ირინა მუდრას განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე 15 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი იქნება ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის ფორმირება, ანუ დაინიშნებიან მოსამართლეები, განისაზღვრება, წესები ჩატარდება, გამოძიება, მეტიც უკრაინას იმედი აქვს, რომ ტრიბუნალი 2027 წლიდან ამოქმედდება, ამუშავდება და ახლა ბოლო პასაჟები ქართული ოცნების მაკა ბოჭორიშვილის და არა მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილის დემაგოგიაზე.
ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ თბილისის გადაწყვეტილება არ შევერთებოდით ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას, სწორია იმიტომ, რომ თბილისიდან 50 კილომეტრში დგანან რუსები და ეს შესაბამისად საფრთხეა. სწორი ლოგიკა იქნებოდა, რომ არა ზოგი კონტრარგუმენტი, მაგალითად ის, რომ საქართველოს იყო ვიმეორები იყო ანუ ახლახან ივანიშვილის დროს იყო გასული წლის დეკემბერში იყო რადგან განვარტო კიდევ ამ ტრიბუნალის შექმნის აი ახლა ხო არ არის და მაშინ კი იყო 5-6 თვის წინ ინიციატორთა შორის დეკემბრიდან მაისამდე რუსეთს კონვენციური ომი საქართველოს წინააღმდეგ ხომ არ დაუწყია ხომ არ მეშლება არ დაუწყია კონვენციური ომი თორე სულ ომშია რუსეთი ჩვენთან აგე 2 საუკუნე ნახევარია მეორე რუსეთი ამ გადაწყვეტილების გამო ვინმეს წინააღმდეგ ომს ვერც დაიწყებს და არც დაიწყებს მეორე ფრონტის გახსნა მას ფრიად და ნამდვილად გაუჭირდება უკრაინის ფრონტზე კასკადურ მარცხებს განიცდის რუსეთი მარცხების გათვალისწინებით. მესამე, ახალი ომით მოსახლეობის დაშინება, ანუ ქართული ოცნება რაც წაკეთებს, არის რუსული ხელწერა, რუსული პროექტი, რუსული იდეა. FSB-ში მოფიქრებული პროექტი თუ გეგმა ომის თავიდან, რომლის მიზანიც არის ომის თავიდან აცილება. არ არის ამის თავიდან აცილება, ეს არის ძალაუფლებაში მათი ყოფნის საფუძველი, ასე ვიტყვი. ყოფნა მეტი გამდიდრებისთვის სჭირდება ძალაუფლებაში მათ ყოფნა და ბოლო აკურთი ამ რეზოლუციაზე ხელიც არ მოწერა ირიბად ნიშნავს იმასაც რომ შენ ანუ საქართველოს შენს წინააღმდეგ ომში არ ადანაშაულებია რუსეთს რაც ძალიან მძიმე ამბავია საქართველოს სახელმწიფოსთვის საქმე ისაა რომ წესითა და რიგით ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომების გამოძიება და საერთაშორისო ტრიბუნალი ჩვენთან მემართებაში უნდა მოხოლოდა უკრაინის ამბავზე ტრიბუნალს ჩვენს უნდა მოგვეთხოვა თუ უნდა მოვითხოვოთ დამნაშავეების დასჯა იმოდიშებთ ჩვენს კონტექსტში მათი კიდევ ერთი ნიუნბერგის პროცესი უნდა მოვითხოვოთ და კომპენსაციაც უნდა მოგვეთხოვა თუ უნდა მოვითხოვოთ ესეც რომ ვიცოდით და ამ გადაწყვეტილებით რეპარაციები უნდა მოვითხოვოთ მაგრამ რაღაი ქართული ოცნების ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით არ უჭერს მხარს სხვას ის სხვაც ანუ ამ შემთხვევაში უკრაინა არ დაგვიჭერს სამომავლოდ მხარს ამგვარ თეორიულ პროცესში ხოლო თეზა სადაც იქნება უკრაინა რასაც იტყვის უკრაინა ეს იქნება სწორი უკვე არის შეუტანელი თეზა ასე ანგრევს ბიზინა პერსპექტივასაც ფსევდოლოგიკით ფსევდოარგუმენტებით რომ ომს იცილებს თავიდან რეალურად ის ასუსტებს ჩვენს ქვეყანას საერთო სამშობლოს ბოლოს წინა აკორდი ესაა აბა სნონ ლეგიტიმურად ბიზინა ივანიშვილი აბა აღიარონ რაც მის ინტერესია რასაკვირველია მაშინაც ასე მოიქცევა მე პასუხი მაქვს ამგვარი გაგიკვირდებათ კი მოიქცევა ზუსტად ასე იმიტომ რომ მას პუტინის საეშინია რეკლამა გაივლის მალე დათო სიხარულიძესთან ამ თემაზე ცოტას ვილაპარაკებთ თავდაცვის ყოფილი მინისტრი შემოგვიერთდება 5-7 წუთში სხვა თემებიცაა დღის წესრიგი